მოკლედ მეგობრებო, ჩემს ვიდეოებში ზოგადად ძალიან იშვიათად ვსაუბრობ ხოლმე სერიოზულ თემაზე. მაგრამ არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ მეც დედა ვარ და მყავს შვილი, ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ პატარა ბავშვების საშინელებებმა. რაც მოხდა ამ ვიდეოში და რასაც ვუყურე. მაგრამ პრობლემას ვხედავ პირდაპირ საზოგადოებაში, გარშემო მყოფებში, სამეგობრო წრეში, ოჯახში, ყველაში ვხედავ პრობლემას. 13-14 წლის ბავშვი არ არის იმასაკის, რომ მიუშვა და თავისუფლება მისცე თავიდან ბოლომდე. მე ძალიან ბევრჯერ მინახავს მაგალითად ესეთ შემთხვევა, რომ ბავშვი თქვამს, რომ აუ კაი რა დედა, აღარ დამირეკო რა, მარტო მე მირეკავენ და მარტო მე მაკონტროლებენ და რა არის, არ მენდობი? ბავშვებო, ასე არ არის. გენდობით, მაგრამ გადაკონტროლება არის საჭირო. უნდა იცოდეს მშობელმა, სად არის მისი შვილი. არ აქვს დროს მნიშვნელობა, საღამო იქნება. შეიძლება ბავშვი საღამოს 10 საათზე სახლში ყავდეს, მაგრამ დღე ისეთ ადგილას იყოს, ისეთ წრეში იყოს, რაც არის ყველასთვის მიუღებელი. ამიტომ მშობლებო, თავიდან ბოლომდე გააკონტროლეთ თქვენი შვილები. მეც ჯერ ყავს 7 წლის შვილი, რომელთანაც ამ პრობლემებს არ დავჯახები ვარ ასე პირდაპირ. მაგრამ აქედანვე ვნერვიულობ. მე მაგალითად 32 წლის გოგო ვარ, რომელსაც ოჯახი ყავს, საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ აი ბებია ჩემზე უნდა თქვა მართლა, ბებო მირეკავს ხოლმე ყოველ საღამოს, აბა ბებო რა შვები, აბა სათხარ, აბა ვისთან ხარ. არ არის სირცხვილი ბავშვებო. მშობლებმა უნდა იცოდნენ აბსოლუტურად ყველაფერი და ყველაზე მთავარი, ბავშვებს არ ასწავლოთ ტყუილის თქმა. მშობლებო, ბავშვებს უნდა აუხსნათ, რომ ხანდახან შეიძლება რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ გამოსწორებადია. ერთხელ რომ მე შენ მოგცემ რჩევას, ის რჩევა უნდა გაითვალისწინო. ის წრე, რომელიც მე არ მომწონს, განა იმიტომ არ მომწონს, რომ ვიღაცას რაღაცა ჩვენი დონის არ არის. არა, უბრალოდ არ არის ის ბავშვი ისეთი, მაგრამ ესეც არ არის სწორი. უნდა მიხვიდე და იმის მშობელს რჩევის სახით უნდა მისცე, რომ იცი რა, მოდი აი სხვანაირად მიუდექი ბავშვი, იქნებ ასე შეეძლო ბავშვის დაჭერა. ბავშვი უნდა ჩასვა რაღაცა ჩარჩოში. აი, მართლა ძალიან იმოქმედა ამ ვიდეომ, ძალიან ვინერვიულე, ძალიან განვიცადე. არ ვამართლებ არანაირად ამ ბავშვის აქციელს და იმ ზიზღს და იმ ცუდ რაღაცებს, რაც ამ ბავშვი დავინახე. მაგრამ აი პრობლემას, ბევრად უფრო მეტ პრობლემას ვხედავ სხვა რაღაცეებში რა. იმ წახალისებაში, რომ ვითომ აი ეგ გონიათ მე მაგარი გოგოობა, მაგარი ბიჭობა, ბიჭებშიც ძალიან ხშირად არის, რომ ვიღაცამ ვიღაცა დაჩაგრა და მორჩა რა ტიპია. არ არის, ბავშვებო, არ არის ეგ კარგი. ეგ ნიშნავს ცუდ ადამიანობას და რატო ბავშვობიდან უნდა გაიზარდოთ სიკეთით, სიყვარულით და სიტკბოთი.